პროექტ აწარმოეს საქართველოში ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც მსოფლიო წამყვანი კინოინდუსტრიის საქართველოსი დაინტერესებას გულისხმობს. გადაიღეს საქართველოში ეს წამოწყება კულტურისა და ეკონომიკის მინისტრებს ეკუთვნით. პროექტი სახელმწიფოს თანადაფინანსებას გულისხმობს, რაც როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებს საშუალებას მისცემს ფილმები უშუალოდ საქართველოში გადაიღონ. გეიდან პროგრამას დაემატა ახალი, მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტი. უცხოელ და ქართველ პროდიუსერებს ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ კინოინდუსტრიის სამახალისებელი პროგრამით, რომელიც შეიმუშავეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოიყენონ მთავრობის მიერ შეთავაზებული კინოინდუსტრიის სამახალისებელი სქემა, რაც გულისხმობს ქვეყანაში გადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯის 25%-მდე პროდიუსერისათვის დაბრუნებას. აღსანიშნავია, რომ ახალი პროგრამით სარგებლობას შეძლებენ როგორც უცხოელი კინომწარმოებლები, ასევე ქართველი კინემატოგრაფისტები. ეს პროექტი არის გადაიღეს საქართველოში და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობა. ჩვენ ყველამ ვიცით ეს, მაგრამ თქვენი ნებართვით მე კიდე ერთხელ დიდი სიამოვნებით ხმამაღლა ჩამოვთვლი იმ კონკურენტულ უპირატესობას, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, რომლითაც ჩვენ სულ ვამაყობთ და მთელი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეს კონკურენტული უპირატესობა ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენი ხალხისთვის, ჩვენთვის, იმისათვის, რომ ჩვენ მეტი სარგებელი მივიღოთ. რა თქმა უნდა, ეს არის ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, ხელსაყრელი კლიმატი და მრავალფეროვანი ლანდშაფტი, ისტორიული ძეგლები და ლოკაციები, კულტურათა უნიკალური მდიდრული ნაზავი, ეთნიკური მრავალფეროვნება, ძველი და უნიკალური კინემატოგრაფიის სკოლა. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი არის, ძალიან ბევრი თვალსაზრისით, ძალიან ბევრ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, როგორც კერძოდ კინოწარმოების განვითარების და ზოგადად ქართული კინოს განვითარების თვალსაზრისით, ისე ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.